პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანია ჩვენი სტუმარი. უღრმესი მადლობა კაპიტანი მანანა მოგზაურობისთვის. სკოლების მასწავლებელთა 80%-ზე მეტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახას ვერ ახერხებს. შემაშფოთებელია ეს თათჭებსწორით ამით დაიწყო საუბარი. რის ბრალია რამ გამოიწვია ასეთი მდგომარეობა თქვენი გადმოსახედიდან? ალბათ ჩვენ ლაპარაკობთ მხოლოდ წლევანდელ შედეგზე, იმიტომ რომ მასწავლებლები აბარებენ გამოცდებს 2010 წლიდან და დღევანდელ დღეს სისტემაში ყავს სერტიფიცირებული მასწავლებელი 15,000 აღემატება მათი რაოდენობა, თუმცა ეს საკმარისი არაა, როდესაც საუბრობთ 60,000-ზე მეტ მასწავლებელზე, რა თქმა უნდა. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიზანმიმართული ღონისძიებები და თანმიმდევრული ღონისძიებები ნაკლებად ხორციელდებოდა, რომელიც მასწავლებლებს მხარს დაუჭერდა. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი შემაშფოთებელი საგანგაშო იქნებოდა, თუ კი ჩვენ არ გვექნებოდა კონკრეტული გეგმა, როგორ ამ ყველაფერს შევძლებთ. და მიზეზები ალბათ არის მრავალი, მათ შორის არის მასწავლებლების დაბალი ანაზღაურება, რომელიც წლების მანძილზე იყო, მათი პროფესიის არაპრესტიჟულობა და ეს მაღალი კვალიფიკაციის, ვთქვათ, აბიტურიენტები არ ერჩევდნენ ამ პროფესიას. ალბათ მანაბრად დღეს გადაცემა დავიწყოთ, მე თავში ვთქვი, რომ საჭირო და სასიამოვნო ინფორმაციას მიეწვდით მაყურებელს, თუმცა სასიამოვნო ნამდვილად არ არის ეს ინფორმაცია, მინდა ბოდიშ მოვიტანო მაყურებელთან. გასაგებია, რომ ვთქვათ, მასწავლებლებს ქონდა ძალიან დაბალი ანაზღაურება, ეს არ იყო პრესტიჟული პროფესია, თუმცა ძალიან ბევრი კარგი შრომის მოყოლი მასწავლებელი მუშაობდა აქ და ზოგს დღეს აქვს სერტიფიკატი, ზოგს არ აქვს. თუმცა დაბალი ანაზღაურება ალბათ არ არის გასამართლებელი საბუთი იმ შემთხვევაში, როცა თქვათ ასწავლი მათემატიკას, გადიხარ გამოცდაზე და ელემენტარულ ზღვარს ვერ გადალახავ. კი, გასაგებია, ძალიან რთულია ელემენტარული სოციალური პირობების გარეშე, თქვათ, ბოლომდე იყო ჩართული შენს პროფესიაში. მაგრამ კიდე როგორ უნდა დაიძლიოს ეს, თქვათ, ხელფასის მომატება და შესაბამისი პირობების შექმნა ალბათ არ იქნება ერთი და ბოლო ნაბიჯი. კი ბატონო, დაგეთანხმებით, რაც თქვით, ყველაფერი აბსოლუტურად მართალი არის. უბრალოდ აქ საუბარი არის არა მხოლოდ იმაზე, გარე შემოწმება, გარე შეფასება მასწავლებლისთვის არის ყოველთვის პრობლემური. რას გულისხმობ ამაში? გამოცდა გარკვეულწილად ნერვიულობის ფაქტორსაც გულისხმობს. შესაბამისად, შესაძლებელია მასწავლებლების უმეტესობა, რომელთა საშუალო ასაკი არის მასწავლებლების 59 წელი, ისინი არ არიან მიჩვეული ტესტებთან მუშაობას. ესეც გარკვეულწილად ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც აი ამ შედეგს გვიჩვენებს. ანუ მეთოდოლოგია არის მზად არ არიან თქვათ მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი თქვენ რაც რითიც დაიწყოთ თქვენი საუბარი, არის ძალიან დიდი განსხვავება სკოლაში დღევანდელ დღეს. მასწავლებელთა ნაწილმა გააკეთა ერთგვარი გარღვევაც კი შეიძლება ითქვას. მათი გაკვეთილები არის ძალიან საინტერესო. მათთან შესვლა მოსწავლეებს უხარიათ და სწავლა უხარიათ და ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ განათლება ყველასათვის ხარისხიანი განათლება გავხადოთ ხელმისაწვდომი. დღესდღეობით რომელ საგანთან დაკავშირებით გვაქვს ყველაზე დიდი პრობლემა? ესე გამოყოფა საბუნებისმეტყველო საგნების პრობლემა იყო, წლების მანძილზე ეს ფიქსირდებოდა. უცხოენებთან დაკავშირებით? უცხოენებთან ნაკლები პრობლემა არის, იმიტომ რომ არაერთი ორგანიზაცია მიზანმიმართულად მუშაობს უცხოენის მასწავლებლების ენობრივი კომპეტენციების გაუმჯობესებაზე. პირველი ნაბიჯები რა იქნება? პირველი ნაბიჯები იქნება ის, რომ დღეს უკვე ამუშავებული არის სქემა. სქემა ეს თვითონ რას გულისხმობს? ეს არის სისტემური მიდგომა პრობლემისადმი, ეს არ არის უბრალოდ მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ეს პროფესია გავხადოთ მიმზიდველი ახალგაზრდა კადრებისთვისაც და საუკეთესო ახალგაზრდა კადრები შემოვიდნენ სკოლაში. აი მაგალითად ვერ საუბრობენ ფინეთლის განათლების სისტემაზე, ხომ? იქ განათლების მიმართულებით ჩაბარების უფლება ეძლევა 5% საუკეთესო აკადემიური მოსწრების სკოლადამთავრებულებს. ეს უკვე თავისთავად გულისხმობს, თუ ხარისხი მათი სწავლების ბევრად უფრო მაღალი იქნება, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აქ ოფიციალური მონაცემების თანახმად, რომელიც ჩვენ გვაქვს, ყველაზე სავალო შედეგი დაწყებით საფეხურის მასწავლებლებს აქვთ, კერძოდ გამოცდაზე გამოცხადდა 2281 პედაგოგი და კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 90-მა შეძლო. აი დაწყებითთან დაკავშირებით. ანუ მე ვფიქრობ და მგონი ასე, რომ სტატისტიკურად დაწყებით კლასებში ალბათ უფრო მეტად ახალგაზრდები არიან, ვიდრე საშუალო ასაკი. სამწუხაროდ ჩვენთან ასე არ არის, ზოგადად საშუალო ასაკი მოგახსენეთ, რომ მაღალია მასწავლებლების დაწყებითი განათლება ერთ-ერთი ყველაზე
ყველაზე რთული საფეხური არის. ნამდვილად, ამ პერიოდში მოსწავლესთან შენ გიხდება ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, მათი ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა და ამავდროულად დაწყებით ის მასწავლებელი არ ასწავლის მხოლოდ ერთ საგანს. რა თქმა უნდა, ტესტები რამდენად რთულია იყო საუბარი, რომ ვითომ რომ ტესტების სირთულეზეც იყო. ტესტები ალბათ ძალიან მარტივი არც უნდა იყოს, იმიტომ რომ მაშინ მის ჩატარებას ასეთი გამოცდისას აზრი უბრალოდ არ ექნება, ხომ? არაფერს არ შეამოწმებს და თულად გადაყრილი ფული იქნება სახელმწიფოს მხრიდან. ტესტი უნდა იყოს ისეთი, მისი სირთულე უნდა იყოს ისეთი, რომ მართლაც ზომავდეს მასწავლებლის საგნის ცოდნას, მაგრამ ამის შემდგომ ჩვენ უკვე უნდა ვილაპარაკოთ, მასწავლებელს უნდა დავეხმაროთ ამ გამოცდის დაძლევაში, იმიტომ ბევრმა მათგანმა 20-30 წლის წინ აიღო დიპლომი და მორჩა სწავლას სკოლაში, მაგრამ იყო მასწავლებელი, ეს არ გულისხმობს, რომ მხოლოდ შენ ასწავლი და შენ და სწავლობდე ყოველდღე. განათლების მიღება უწყვეტი არ ხდება. გასაგებია, ჩვენ საუბრობთ ძალიან ბევრჯერ გვისაუბრე გადაცემაში, თქვათ, იგივე პროფესიებზე, რომელიც არის დეფიციტური დღეს საქართველოში, იგივე საბუნებისმეტყველო მიმართულებით საქართველოს ძალიან ბევრი დეფიციტური პროფესია არსებობს, თუმცა საწყისი თქვათ ჩემი გვანცასი ნინოს დაინტერესებისა ნებისმიერ მოქალაქეს უნდა იყოს სკოლა და დაწყებითი განათლება. საბუნებისმეტყველო მიმართულებით გამოცდაზე 522 პედაგოგი გავიდა და 50-მა შეძლო მხოლოდ კომპეტენციის გადალახვა. ანუ მასწავლებელმა თუ შენ არ დაგაინტერესა იმ საგანში, რომელიც შემდეგ შეიძლება გახდეს შენი პროფესია, შესაბამისად შეიძლება არც აირჩიო ამ მიმართულებით წასვლა. ანუ ძალიან ძირეული რეფორმა ალბათ საჭირო ამ მიმართულებით. აი სწორედ ძირეულ რეფორმაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი არის დღევანდელ დღეს 21 საუკუნეში მოსწავლეს, რომელსაც ინფორმაციაზე მიუწვდება ხელი. ბევრად უფრო მეტზე, ვიდრე ეს არის სასწავლო პროცესთან დაკავშირებული. ეს არის ინფორმაციის უწყვეტი ნაკადი ტელევიზიიდან, ინტერნეტიდან და ასე შემდეგ. ხომ მიედინება სასწავლო პროცესი მისთვის და მასწავლებელი უნდა იყოს საინტერესო. იქ ის სიამოვნებით უნდა მიდიოდეს და ივსებდეს ცოდნას. შესაბამისად, სიზარმაცესთან ასოცირდება. სიზარმაცე, თუმცა ეს არ არის ალბათ სიზარმაცე. თუ კი მასწავლებელი საინტერესო გაკვეთილს ატარებს, მის გაკვეთილზე ჩართულობა მოსწავლეების მხრიდან არის ყოველთვის ძალიან მაღალი. სახელმწიფომ ამ შემთხვევაში რა უნდა გააკეთოს? ძალიან მოკლედ რომ ჩვენ გეტყვით, რას ვაკეთებთ, მივიჩნიეთ 2 წლის მუშაობის შედეგად ეს არის ყველაზე ოპტიმალური გზა იმისათვის, რომ ეს პრობლემები დავძლიოთ. შესაბამისად, მოხდება მასწავლებლების გადამზადება, არის 4 კვალიფიკაციის მასწავლებელი, 4 სტატუსი გამოყოფილი, უკვე წელს გადანაწილდნენ მასწავლებლები ამ სტატუსის მიხედვით. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მასწავლებლები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, ისინი ერთნაირები არ არიან, შესაბამისად მათი ანაზღაურებაც უნდა იყოს განსხვავებული და მათთვის სხვადასხვა ვალდებულებები არსებობს. ზუსტად რამდენი გადამზადება ვერ გეტყვით, ეს არის მათზე დამოკიდებული, იმიტომ სავალდებულო გადამზადება არ არის, ეს არის ნებაყოფლობითი, რა თქმა უნდა, ეს არის მათი ინტერესი, მაგრამ ჩვენ мотивация გავუზარდეთ მასწავლებლებს იმით, რომ მათ აქვთ ინტერესი, კვალიფიკაცია აიმაღლონ, იმიტომ მათი ხელფასი ბევრად ფიქსირდება. გარე мотивация არის უკვე მასწავლებლების ხელფასის ზრდაში, საფეხურებს შორის სახელფასო ზრდაში. გადამზადება ხელ თქვათ რა არის სავალდებულო კომპონენტი. ჩვენ დავეხმარებით გამოცდების მომზადებისათვის, გამოცდა 3 წლის მანძილზე 6 ჯერ ჩატარდება მოქმედი მასწავლებლისათვის. შესაბამისად, ამ გამოცდაზე ისინი მომზადებლები არ გამოდიოდნენ, აქამდე წარდებოდა და უფასო იყო მასწავლებლებისათვის გადამზადების პროცესი. ახლაც უკვე ნოემბერში აი ამ მონაცემების ანალიზიდან გამომდინარე, რა საჭიროებაც არის და რა სუსტი მხარეებიც აქვთ მასწავლებლებს, იმაზე იქნება ორიენტირებული ტრენინგი, 6 დღიანი ტრენინგი იქნება, რა თქმა უნდა 6 დღიანი ტრენინგი ვერ შეცვლის საუნივერსიტეტო განათლებას, მაგრამ ეს მათ დაეხმარება, რომ სისტემაში მოიყვანონ თავიანთი სასარგებლოა აუცილებელი. დიდი მადლობა ქალბატონო სტუმრობისთვის, მე ვფიქრობ, რომ ძალიან რთული სამუშაო შეტარება მოგიწევთ ესეთი რუტინულის. წარმატებებს გისურვებთ, მე ვფიქრობ, რომ ბავშვმა ქიმიაში მასწავლებელზე მეტი არ უნდა იცოდეს, ხო? ინტენსივ ეპოქაში ცხოვრობთ, ხო? და ბევრი რამე ხემისწავლებისთვის. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი მანანა რატიანი იყო ჩვენი სტუმარი და